ცვლის ლოგისტიკას რეალურად გამოდის, რომ 18-ის შემდეგ, იმიტომ რომ ახალი წელი მე შემიძლია გითხრათ ნორვეგიაში ეს არის სულ რაც შეიძლება გამარჯვებული იყო რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიური გავლენა, იმპაქტი იყოს მინიმალური საზოგადოებაზე და ქვეყანაზე ზოგადად და ეპიდემიასაც, ასე ვთქვათ, აი ამ დონეზე ვერ დავტოვებთ. ბუნებრივია ჩვენ მასზე უნდა ვიმოქმედოთ. რა თქმა უნდა, იყო ბევრი ვარიანტის განხილვა, ბევრი მსჯელობა, რომ დეკემბერი, იანვარი იქნება ეს გადამწყვეტი თვეები, რომელსაც ჩვენ რეალურად უნდა შევძლოთ ეპიდემიის კონტროლზე. აყვანა ლაპარაკი არ არის ეპიდემია დასრულდება ამ რამოდენიმე კვირაში და თვეში, მაგრამ საუბარია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ის კრიტიკული შეუსაბამობა, რაც რეალურად გვაქვს და გვემუქრება პაციენტების რაოდენობასა და ამ შესაძლებლობებს შორის, ეს ყველაფერი ასე ვთქვათ უნდა დაბალანსდეს. ეს ვარიანტები ბევრია, იხილება, უფლებამოსილი რასაკვირველია საკოორდინაციო საბჭოა და ეს ალბათ რამოდენიმე დღეში იქნება გაცხადებული. რეალობა არის ის, რომ სიტუაცია არის ძალიან მძიმე. ძალიან მძიმე მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სისტემა, სექტორი ვერ გაუძლებს. კიდევ მეორე, ეს არ უნდა მიიღოს, ვინმე ის მენდამაც საქართველოში ხდება რაღაც გარკვეული, იმიტომ რომ მარტო ჩვენ ვართ გამორჩეულები, არა, ეს ნებისმიერი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის პრობლემა და რა თქმა უნდა, განვითარებადი ქვეყნები და ჩვენი სიტუაციაში ყოფილი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის უფრო დიდი პრობლემაა. ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ სხვა გამოსავალი არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ მივცეთ მცირეოდენი ჟანგბადი, ასე ვთქვათ, ჩვენს ჯანდაცვის სისტემას, ამოვასუნთქოთ რომ მოახდინოთ ძალიან მკვეთრად მიმავალი პიკის გაბრტყელება გარკვეულად. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს თუ არა ის, რომ ყველამ ერთად შეგნებულად მივიღოთ და შევეცადოთ მაქსიმალურად შევზღუდოთ ის რისი შეზღუდვა შეიძლება ჩვენს პირად ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ყველანაირად ხარს უჭერი იგივე ბიზნესსაც ძალიან კარგად მესმის, რომ ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება მათთვისაც, მაგრამ ჯერჯერობით სხვა არანაირი იარაღი არ გვაქვს ჩვენ არსენალში, როგორც მოვახერხოთ სიტუაციის კონტროლი. გარდა იმისა, მიმართოთ ისევ ნაცად მარტივ მეთოდს, რომ ამ შემთხვევაში რაღაცნაირად ამოსულთვის საშუალება მიწა ჯანდაცვის სექტორის. აუცილებელი არის ნამდვილად იმ შეზღუდვების გამკაცრება და გაზრდა უпростоრად, რომელიც ამ მომენტში არის საქართველოში და ამას ვიტყვი იმას, რომ ეს არა მარტო საქართველოში ხდება, ეს ხდება მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში და მოდის შობა ახალი წლები. და ყველა მიცის რომ ესეთი პერიოდი, როდესაც ადამიანების მობილურობა ძალიან იზრდება და ყველა ქვეყანა მოუწოდებს თავის მცხოვრებლებს, რომ მაინც მაქსიმალურად თავი შეიკავონ ამ დღესასწაულების ფართო აღნიშვნა. ნაბიჯები უნდა გადაედგეს სწორედ იმ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება ნაკლები საშუალება იყოს ამ ვირუსის გავრცელებისა. ნაკლები საშუალება კი ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანების თავშეყრა არ მოხდეს დახურულ სივრცეში თქვათ. და თქვათ ადამიანებს ეკეთოთ პირბადე, რომ ამის საშუალებით დავიცოთ. ამიტომ ვფიქრობ ის ნაბიჯები, რომლებიც არის საუბარი, რომელიც იგულისხმება სწორედ ამ შეზღუდვებს, რაც შეამცირებს ადამიანებს შორის კონტაქტს, შეამცირებს მასობრივ თავშეყრებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი.